საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის ხდომა გაიმართა. ხდომა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თავმჯდომარეობდა. წმინდა სინოდის ხდომის მდივანი გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი იყო. წმინდა სინოდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შეირაცხა და მას წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი ეწოდა. მისი ხსენების დღედ კი 2 ნოემბერი დაწესდა. ხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიბრძანდა. უწმინდესმა და უნეტარესმა ახლად შერაცხული წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელის საფლავი მოილოცა და მონასტრის წევრებს დღევანდელი დღე მიულოცა. მე მინდა გახაროთ დიდი სიხარული. ეს ერთი საათია დამთავრდა წმინდა სინოდის ხდომა და მამა გაბრიელი ურგებაძე აღიარებულია წმინდანად. მისი სახელი იქნება არქიმანდრიტი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა კურთხევა. ამინ. ჩვენთან არსმეს. ესეც სიხარულო მთელი საქართველოსის ყველა მართლმადიდებლ ქრისტიანთვის, რომ ეს დიდი სასწაული მოხდა ღვთისწყალობითა და ადამიანების სინოდისა და ყველა კეთილ ადამიანების მადლით და წყალობით და ლოცვა კურთხევით. ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მე-20 საუკუნის ამ უმძიმეს ხანაში, როდესაც იდევნებოდა რწმენა, ჩვენი ეკლესიაში ცხოვრობდნენ წმინდანები და ისეთი დიდი წმინდანები, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. მამა გაბრიელი მრავალ სასწაულს ახდენდა ცხოვრებაშიც, გარდაცვალების შემდეგაც და აი დღის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იგი კიდევ უფრო დიდ სასწაულებს მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის დიდი სიხარული სრულიად საქართველოს. არის სახალხო სიხარული, იმიტომ რომ მამა გაბრიელი არის აღიარებული, უკვე იყო აღიარებული წმინდანად მთელი ქართველი ერის მიერ და მე ულოცავ ქართველ ერს ამ დიდ სიხარულს. ვინც სოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანის უწმინდესის სიბრძნეს ენდობა, ჭეშმარიტებით ყველა ქართველის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დიდი სიხარულია, იმიტომ რომ ჩვენთან რო ჩამობრძანდებოდნენ უცხოეთი და სასულიერო პირები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ თქვენ არიცით რამხელა მოღვაწე ბერი ყავთო, მამა გაბრიელის სახით. ყველა გიყვარდეთ, ელაო, ერთი ადამიანიც რო გძულდეს, როგორც პავლე მოციქული პავლენში თავის გადაგებაში წერს, რომ სულ ყველა უნდა გიყვარდეს. აი ესე მტერიც უყვარდა. ძალიან დიდი განათლებული იყო. უბრალოდ სკოლა ქონდა, არც მოღლესი არც ის, მაგრამ რუსთაველი გინდა, ილია, ვაჟა, აკაკი, სულხან-საბა, გურამიშვილი, კალაქტიანი, ლეონიძე, ანა კალანდა, სულ რაც კი კარგი იყო ზეპირად, საპირველი კაცი. ღმერთის საყვარელი შვილი, ჩვენი საყვარელი მამა. შეგვეწიოს მინდა მამა გაბრიელი. ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც ბავშვობიდანვე ღვთისაკენ მიმავალ გზას მტკიცედ დაადგა და მთელი ცხოვრება უფლის სიყვარულს მიუძღვნა. ბრძენი მამა და მოძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელი ყველა ადამიანში ღვთიურ საწყისს ეძებდა და უდიდესი სიყვარულის მატარებელი ამ სიყვარულითვე განსხივოსნდა. ღმერთ მამას დიდი ერთგულებისა და რწმენისთვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა გურნების ძალა. სწორედ ამიტომ მის საფლავთან ყოველთვის ხალხმრავლობაა და აქ დღესაც სიყვარულის სასწავლებლად მოდიან. ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველა სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს. ამბობდა ქადაგებებში ბერი გაბრიელი და მრევლს ყოველთვის ახსენებდა, რომ გულით სინანული ყოველთვის მეტია ცრემლით სინანულზე. ამიტომ სინანულისკენ მოუწოდებდა ყველას და ეუბნებოდა, დრო დიდი წყალობაა ღვთისგან, დროში შეიძლება ადამიანი ცხონდეს და ამავე დროს წარწყდეს კიდეც. მამა გაბრიელს მართლა ურთულეს დროში მოუწია მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეკლესიები იხურებოდა, იდევნებოდნენ სასულიერო პირები და ფაქტიურად კომუნისტურ ხელისუფლებას ეგონა რომ უკვე დაძრეული იყო ეკლესია. სწორედ მაშინ გამოდის იგი სულიერი ცხოვრების ასპარეზზე, მაშინ ხდება იგი ბერი, მაშინ ხდება იგი მღვდელი
და ეს იყო არაუბრალოდ მღვდელმოძღვარი, მაშინ უბრალოდ მღვდლად ყოფნა წესიერი პატიოსანი მღვდლობაც კი წესიერი ბერობაც კი უდიდესი ღვაწლი იყო, მაგრამ მამა გაბრიელმა გაცილებით უფრო მეტი ღვაწლი და ტვირთი აიღო თავის თავზე. მან ისე განიწმინდა თავისი სული, რომ მართლა წმინდანად იქცა და ის ღვაწლი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ მის შესახებ და მე მინდა ყველა ადამიანს მადლობა უთხრა, ვინც პოპულარიზაცია გაუწია მამა გაბრიელის სახელს, ეს ღვაწლი ჩვენ გვაგონებთ ძველ მოღვაწეებს, აი ადრეული პირველი საუკუნეების მოღვაწე ქრისტიანებს, ბერებს, მღვდლებს და მართლაც მისი ლოცვა, მისი მარხვა მართლაც გასაოცარი იყო. გასაოცარი იყო მისი თავდაბლობა და სიყვარული ადამიანების მიმართ. და აი მე დღევანდელ დღეს მე მინდა ყველას შევახშენო მამა გაბრიელის სიტყვები იმის შესახებ, რომ ის ვინცაც ექნება მოხვეჭილი ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, მას ვერ ძლევს ანტიქრისტე. ანტიქრისტეს ხაფანგში, ანტიქრისტეს ბადეში იგი ვერ მოხდება, იმიტომ რომ სიყვარული არ მისცემს საშუალებას იმას, რომ იგი ცდუნდეს ანტიქრისტეს ხრიკებით. ამიტომ ბოლო ჟამის ქრისტიანთა მთავარი ღვაწლი იქნება ის, რომ მათ სიყვარული მოიხვეჭონო, რომ ამით იყვნენ დაცული. არა რაიმე სხვა გონებრივი საშუალებით, არამედ პირველ რიგში სიყვარულით. და სიყვარული კი მოიხვეჭება თვითონ მამა გაბრიელის სწავლებით, მოყვასის მსახურებით. მოყვასის მსახურებაში არის ადამიანი მას სიყვარულებს და სწორედ ასეთი იყო მამა გაბრიელი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ უგემნია ტანჯვა, ის მოყვასის განკითხვის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ამბობდა: თუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განკითხავ დაბადებულსა ღვთისასა. რამე თუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი კი ხელში უჭირავს, რომ გაგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რასაც განიკითხავ. მთელი თავის ცხოვრება მან მოყვასის მსახურებას მიუძღვნა, ქრისტიანულ მართლმკეთელობას მიუძღვნა და მე მინდა ხაზმასვით აღნიშნო ის, რომ ის იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველი და ამავე დროს დიდი მოყვარული თავისშობილი ქვეყნისა საქართველოსი. ესე იგი რაღაცა განსაკუთრებულად უყვარდა მას საქართველო და თავდაუზოგავად იღწოდა მისთვის და ეს ღვაწლი იყო პირველ რიგში ლოცვითი ღვაწლი და ალბათ თუ კი საქართველო დღეს ფეხზეა და არსებობს ეს სწორედ ერთ-ერთი იმათაგანი, ვისი ლოცვითაც ეს ხდება და ვისი ლოცვითაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გავწყდება, სწორედ მამა გაბრიელი გახავთ. დღეს ამას ეკეთ მთელი საქართველოს მოსახლეობა კიდევ განსაკუთრებულად იგრძნობს მის შეწევნას, მის მხარდაჭერას, მის ფარველობას და თანამდგომას და მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის ბედნიერი დღე ჩვენთვის და დღეს არის ის დღე, როდესაც მიწიერი და ზეციური ეკლესია გაერთიანდა და მიწა და ზეცა თითქოს და შეერთდა. მისი სულიერი ცხოვრებით არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა და ყველა საკუთარ ნაშრომში წმინდა არქიმანდრიტ გაბრიელს რჩეულთა რიცხვს აკუთვნებს. ღვთისმსახურთა შორის წმინდანი არის საქართველოს თანამედროვე გმირი, ქართული ეკლესიის ცოცხალი მემატიანე, სულიერი მამა და თავისი დროის ლეგენდა, რომელმაც გადაიტანა დევნა ქრისტესთვის და მაინც ცოცხალი დარჩა. ის აგრძელებდა სიცოცხლეს, რათა მოწმე ყოფილიყო ნათლისა. არტოვებდა საქართველოს ეკლესიას უმძიმეს წლებში. წერს ამერიკის ერთ-ერთი მონასტრის მონაზონი ღირსი მამა გერასიმე. წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. ღვთისგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე წინ უსწრებდა მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომ საკმაოდ ადრეულ ასაკში ოჯახს გამოეყო. ეზოში თავისი ხელით, ალიზით პატარა სენაკი ააშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდა. 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში. დედებმა ის დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათენებინეს. მადლი ღვთისამაში იმდენად დიდი იყო, რომ სახლში არ წავიდა. ღამე ჭიშკართან გაათენა და დილით ღვთისმშობელს შეევედრა ამ ქვეყნიდან ისე უწამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცეო. უსმინა ღმერთმა და მან სიცოცხლის ბოლო წლები სწორედ სამთავროს დედათა მონასტერში, წმინდა მეფე მირიანის მიერ აგებულ კოშკის ძირში მოთავსებულ პატარა სენაკში გაატარა. ის სამხედრო სამსახურშიც ახერხებდა ტაძარში სიარულს, სწორედ იქ უსწავლია ხუცური დამწერლობაც. 1955 წელს წმინდა
მართლმადიდებლმა ქუთათელ გაენათელ ეპისკოპოს გაბრიელს თხოვნით მიმართა, რომ საკათედრო ტაძარში მსახურად მიეღო. მღვდელმთავარმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ტრაპეზის მომვლელად და დღის მეთვალყურე დანიშნა. მანამდე წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელი სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მოღვაწეობდა. 1955 წელსვე ისჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მოწამეთას მონასტერში ყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ გაენათელი ეპისკოპოსი გაბრიელის ხელდასხმით და არქიმანდრიტ გიორგის მონაწილეობით მონაზვნად აღიკვეცა. ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძეს მისი სურვილის თანახმად სახელი გაბრიელი ეწოდა. 1995 წელს წმინდანი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. წმინდანმა მთელი თავისი სიცოცხლე უდიდესი მრწამსით განვლო, რომლის ბოლო დღეც 1995 წლის 2 ნოემბერი გახლდათ. ის თავისივე ანდერძის თანახმად ჭილებში გახვეული სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაასაფლავეს. არაერთი ქადაგება დარჩა მრევლს წმინდა არქიმანდრიტი გაბრიელისგან, რომელიც უფლისა და მოყვასის სიყვარულს უნერგავს ყველას. ის ხშირად ცდილობდა სალოსური ქმედებით დაეფარა სიბრძნე, თუმცა ირგვლივ მყოფნი მაინც გრძნობდნენ მასში ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს.